ნომერი 14. აუზი შემოსაზღვრულია ABCD მართკუთხედის ფორმის სარბენი ბილიკით. იხილეთ სქემატურად ნახაზი პირველი. სპორტსმენმა გაირბინა სარბენი ბილიკი AB მონაკვეთი, რომლის სიგრძე 60 მეტრის ტოლია. მეორე ნახაზზე მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში მოცემულია სირბილის პროცესში სპორტსმენიდან სარბენი ბილიკის CD მონაკვეთზე მდებარე P წერტილამდე S მანძილის T დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. სპორტსმენის ზომები და ბილიკის სიგანე მხედველობაში არ მიიღება. ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან მხოლოდ ერთი წარმოადგენს აუზის ზედაპირის, ანუ ABCD მართკუთხედის ფართობს. რომელია ეს პასუხი? ანუ ვიცით, რომ სპორტსმენი მირბის A-დან B-სკენ. მეორე ნახაზზე გვაქვს ჩვენ მოცემული სპორტსმენის დაშორება მართკუთხედის პარალელურ გვერდზე, ანუ ამ CD გვერდზე რაღაც მდებარე P წერტილამდე მანძილი. თავიდან რო გავზომოთ A-დან P-მდე მანძილი არის რაღაცა. სპორტსმენის გადაადგილების შემდეგ ეს მანძილი ნელ-ნელა იკლებს. იკლებს და ყველაზე მოკლე იქნება, როცა P წერტილის პარალელურად აღმოჩნდება. ნახაზეც ასევეა. არის თავიდან გარკვეული მანძილი და ნელ-ნელა იკლებს. როცა პარალელური აღმოჩნდა, მაშინ მაგ შემთხვევაში იქნება ყველაზე პატარა. დავაკვირდეთ, ეს ყველაზე პატარა არის 20 მეტრი. ანუ მართკუთხედის სიგანეც ყოფილა 20 მეტრი. შემდეგ თუ გააგრძელებს სპორტსმენის სირბილს, მანძილი ისევ ნელ-ნელა გაიზრდება და რაც არის აქეთ გაზრდილი. ანუ ჩვენ რაც გვაინტერესებს არის მართკუთხედის სიგანე, რომელიც უკვე დავადგინეთ, რომ არის 20 მეტრი. ფართობის გასაგებად, ხლა რას ვიზამთ? მართკუთხედის ფართობი გამოითვლება სიგრძე გამრავლებული სიგანეზე. სიგრძე არის 60, 60 უნდა გავამრავლოთ 20-ზე და იქნება რამდენი? 6 ჯერ 2 არის 12 და 2 ნული მიუწეროთ. ანუ 1200 მეტр კვადრატი. პასუხში გვიწერია A.